საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათია ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მე ანა აშორდია ვარ. უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პიტერ მადიარის პარტია ტიზამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში 55 მანდატით იქნება წარმოდგენილი ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი. უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მომავალ პრემიერს გამარჯვება მიულოცა, თავად კი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციური ფლანგიდან დაანონსა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით პიტერ მადიარს და მის პარტიას გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ტიზას ლიდერი მილოცვებს იღებს სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებისგანაც. ახლა მთავარი ფოკუსი მიმართულია იმისკენ, თუ როგორი იქნება უნგრეთის ახალი მმართველი ძალის პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ ბრიუსელიდან მჭიდრო კონტაქტების დამყარების შესახებ აცხადებს, მეორე მხრივ კი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოსკოვთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა მედიის კითხვებს უპასუხა, პიტერ მადიარმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მე დეტალს ჩემი კოლეგა ქეთი ამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში გვერდება, გისმენთ ქეთი. სულ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს ქართველმა ჟურნალისტებმა საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რის საპასუხოდაც პიტერ მადიარიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტის მომავალშიც ოფიციალურ თბილისთან აქტიური პარტნიორული ურთიერთობები ექნება. უნგრეთი არასდროს ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მეტიც პიტერ მადიარიმ განაცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით ეწეოდა თბილისსაც. ლუკა ჩანგელია, რუსთავიორი. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით რას უნდა ველოდოთ თქვენგან? როგორ აპირებთ საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელებას და იქნება თუ არა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისთან? მადლობა. დიახ, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობას ძლიერი კავშირები ჰქონდა ბალკანეთის თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან, არ ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ამავე ქვეყნებთან სამომავლოდ ნაკლები ურთიერთობა ექნება. პირიქით, თუ უნგრეთს რომელიმე ქვეყანასთან სუსტი ან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენ ვეცდებით მის გაუმჯობესებას, რადგან თანამშრომლობა და ერთობლივი განვითარება ჩვენს საერთო ინტერესშია. მოხარული ვიქნებით თუ გესტუმრებით თბილისში ან სხვა ადგილას და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას. ამასთანავე ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. არ შევეცდებით გავლენის მოხდენას თქვენს ქვეყანაზე, არც ჩრდილოეთ მაკედონიაში და არც სხვაგან. ეს არ არის ჩვენი სტილი და არც რომელიმე ევროპული მთავრობის ფუნქცია. ყველა არჩეულია იმისთვის, რომ ემსახუროს და წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა. დღეს შეიძლება, რომ უნგრეთმა სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაიღვიძა 2026 წლის ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც უპრეცედენტო აქტივობა, ამორჩევლის უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. ოპოზიციურმა პარტია ტისამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ახლა მთელი ყურადღება არის მიპყრობილი იქითკენ, თუ როგორი იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრის პიტერ მადიარის პოლიტიკა, სამომავლო პოლიტიკა და რომელიც ერთი მხრივ ევროკავშირთან აქტიურ და მჭიდრო ურთიერთობებს აანონსებს, თუმცა არ გამორიცხავს აქტიურ ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი, მოსკოვი და სხვა ქვეყნები. მოქმედი პრემიერ-მინისტრი კი აანონსებს, რომ ეროვნულ ინტერესებს ახლა ოპოზიციის რიგებიდან დაიცავს. როგორ მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი და როგორი იყო პირველადი შეფასებები, მათ შორის პიტერ მადიარის მხრიდან დეტალები ნახეთ სიუჟეტში. როგორ დაკომპლექტდება უნგრეთის 2026 წლის პარლამენტი. მანდატების გადანაწილება უკვე ცნობილია. უბნების 98,94%-ის დათვლის შედეგების მიხედვით უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 128 წევრით წარდგენილი იქნება ოპოზიციური პარტია ტიზა, რომელმაც ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. 55 მანდატი მოიპოვა ფიდესმა, 6 მანდატი კი კიდევ ერთმა უნგრულმა პარტიამ, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა. ახლა მთავარი ფოკუსი მიმართულია იმაზე, თუ როგორი იქნება უნგრეთის ახალი მმართველი ძალის ლიდერის პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ ბრიუსელთან მჭიდრო კონტაქტების დამყარების შესახებ აცხადებს, მეორეს მხრივ კი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს. პოლიტიკურ ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე პიტერ მადიარიმ დღეს მედიასთან ისაუბრა.
გეგმაშია მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართვა გადაწყვეტილებებში, რეფერენდუმებით, ღია მმართველობით და რეალური კონსულტაციებით. უნგრელმა ხალხმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაშია. ახლა მთავარი ამოცანებია: ეკონომიკის აღდგენა, ბიუჯეტის სტაბილიზაცია და ევროკავშირის ფინანსების დაბრუნება. ახალი ხელისუფლება თავს აარიდებს იზოლაციას. ის იქნება ხალხთან, იმუშავებს გამჭვირვალედ და ყოველდღიურად მოემსახურება ქვეყანას. კრემლმა თავისი აზრი გამოთქვა და პეკინმაც თავისი აზრი გამოთქვა. მადლობას ვუხდი მათ უნგრელი ამორჩევლის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემით მიღებისთვის და ისინიც ღია არიან პრაგმატული თანამშრომლობისთვის, ისევე როგორც უნგრეთი, რადგან გეოგრაფიაა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ერთი მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ ომში მყოფ ქვეყანაზე. აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ. ოპოზიციის ლიდერმა უნგრელ მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გუშინვე გადაუხადა, რომელიც მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების შეკრებაზე მივიდა. განაცხადა, რომ ის იქნება ყველას პრემიერ-მინისტრი და აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიეროს. ჩვენ ეს შევძელით ამ არჩევნებში ტისამ და უნგრეთმა გაიმარჯვა, არა მცირედით, არამედ დიდი უპირატესობით. დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში აქამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა ამდენ ადამიანს და არც ერთ პარტიას არ ქონია ასეთი ძლიერი მანდატი, როგორიც დღეს ტისამ მიიღო. დღეს უნგრელმა ხალხმა უთხრა დიახ ევროპას. უნგრეთი კვლავ იქნება ძლიერი მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში. ამიერიდან ჩვენ აღარ ვიქნებით ქვეყანა პასუხისმგებლობის გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა პირველი მილოცვა მოქმედი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. ვიქტორ ორბანმა პიტერ მადიარის პირადად დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შემდეგ კი უკვე ორბანმა საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. უნგრეთის მმართველი, რომელსაც უნგრელი ხალხი ნდობას 16 წელი უცხადებდა, მზად არის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლა ახლა უკვე ოპოზიციის რიგებიდან განაგრძოს. არჩევნების შედეგები ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ ცალსახა ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე უკვე მივულოცე გამარჯვებულს, ყველას მადლობას გიხდით გაწეული უზარმაზარი შრომისთვის. 2.5 მილიონმა ადამიანმა გამოგვიცხადა ნდობა. ძვირფასო მეგობრებო, თუ რას ნიშნავს ეს შედეგი სამშობლოსა და ერისბედისთვის, ან რა არის მისი უფრო ღრმა და უზენაესი აზრი, ეს ჩვენ არ ვიცით. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, ჩვენ კვლავაც ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს. ჩვენ მათ არასოდეს გავუცრუებთ იმედებს და ამის თქმა არც კი მჭირდება, რადგან ჩვენ 30 წელზე მეტია ერთად ვართ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს აქაც და მთელ ქვეყანაშიც. ჩვენ არასოდეს დავნებდებით. პიტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ პიტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ვიქტორ ორბანს მეგობრობისთვის და სანდო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადეს ევროპის ლიდერებმაც. ახალ პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს კი გამარჯვება მიულოცეს. მათ შორის იყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ევროკავშირში სწორედ ორბანთან ერთად კონსერვატიული იდეოლოგიის მთავარი საყრდენები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი თანამოაზრე არჩევნებში დამარცხდა, განაცხადეს, რომ ისინი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ და შესაბამისად მზადყოფნას გამოთქვამენ ახალ ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის. პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს სხვა ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და დიდი იმედები და მოლოდინები აქვს. მან ეს იმედები არ უნდა გაუცრუოს. პატივსცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველოდები ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა. მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერთან, ვინც ამორჩეველმა აირჩია. სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს. ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატის აღორძინებას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. ვჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა
და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან დრუჟბის მილსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს. უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა, ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს, კავშირი უფრო ძლიერდება. ბულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. ასევე მადლობელი ვარ ვიქტორ ორბანის ასეთი ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება ილონ მასკი. მასკი წერს, რომ უნგრეთი ხელში ჩაიგდო სოროსის ორგანიზაცია. მან სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის შვილის სტატუსი გააზიარა, რომელმაც დაწერა, რომ უნგრელმა ხალხმა ქვეყანა დაიბრუნა. 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო ყუთებთან უნგრეთის მოსახლეობის 78% მივიდა და არჩევანი გააკეთა. კენჭისყრის პროცესს 150 სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა, მათ შორის EUTODIR. უკვე ცნობილია პირველადი შეფასებაც. პრესკონფერენციაზე EUTODIR-ის წარმომადგენლებმა არჩევნები კონკურენტულად შეაფასეს. ამომრჩეველთა უზარმაზარმა აქტივობამ და ძალამ ყველაფერი შეცვალა. წლის დასაწყისში ბევრი ფიქრობდა, რომ ხელისუფლება იმდენად გამყარებული იყო და თამაშის ველი იმდენად არათანაბარი, რომ ცვლილება რთული იქნებოდა, თუმცა ეს მაინც მოხდა. ნახეთ, ყველა ასეკის ამომრჩეველი დღის ყველა ეტაპზე გახსნიდან ხმების დათვლამდე აშკარად ჩანდა პროცესში ჩართული ადამიანების ერთგულება, განსაკუთრებით კი საარჩევნო კომისიების წევრების, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს დემოკრატიისთვის. ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ხელმისაწვდომია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელისუფლება და ყველა შესაბამისი მხარე მათ კონსტრუქციულად გამოიყენებს. არჩევნების ტექნიკური მომზადება ეფექტიანად და პროფესიონალურად ჩატარდა. ეროვნული საარჩევნო კომისიის სხდომები საჯარო იყო და გადაწყვეტილებები დროულად ქვეყნდებოდა, რაც გამჭვირვალობას უწყობდა ხელს. კამპანია იყო კონკურენტული, აქტიური და ძალიან ხილული, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. ამორჩევლებს ჰქონდათ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა კვლავ უნდა ითქვას მკაფიოდ, თანაბარი პირობები არ არსებობდა. EUTOS მანდატის ფარგლებში ქალაქ სედეკში არჩევნებს აკვირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე. გარდა ამისა, უნგრული მხარის მოწვევით ბუდაპეშტში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის 5-კაციანი დელეგაცია, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე იმყოფებოდნენ და საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. ნამ შვიდვითარებას ჩაიარა არჩევნებმა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, იყო კიდევ ერთხელ გავმეორდეთ და ვთქვათ, იყო ძალიან მაღალი აქტივობა მოქალაქეების. თავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმამიცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი არსებობდეს და გაღრმავდეს ქართველ და უნგრელ ხალხ შორის, ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა. აქვე აღსანიშნავია, რომ პრემიერმა მადლობა მოუხადა ვიქტორ ორბანს იმ გამორჩეული მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მას გააჩნდა საქართველოს ქართველი ხალხის მიმართ. იყო უპრეცედენტო მონაწილეობა ისტორიაში, ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან და საბოლოო ჯამში ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ფაქტია, რომ უნგრეთის პოლიტიკური ცხოვრება შეცვალა, თუმცა რა შედეგი ექნება ამ ცვლილებას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებაში გადამწყვეტად ფასდება, რადგან იგი განსაზღვრავს როგორც უნგრეთის, ასევე მთლიანად ევროკავშირის მომავალს. თუ აქამდე ვიქტორ ორბანის პოლიტიკა ბრიუსელის ლიბერალურ მეინსტრიმსა და ომის პოლიტიკას ღიად ეწინააღმდეგებოდა, სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობდა და ამ მიზნით ევროკავშირში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ბლოკავდა, ახლა საინტერესოა თუ როგორ პოზიციონირდება ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირის რიგებში. სწორედ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესის წიაღიდან წამოსული პიტერ მადიარის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც მოქმედი პრემიერის აქტიური ოპონენტი ბოლო 2 წელია გახდა. ფაქტია, რომ ბრიუსელმა ფსონი მასზე დადო და თავის მხრივ მადიარიმაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები დაანონსა, თუმცა პარალელურად ღიად აღიარებს იმასაც, რომ ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად გეოგრაფია ვერ შეიცვლება და დადგება დრო, როცა უნგრეთს პუტინთან მოლაპარაკებები მოუწევს.
ქართულ ოცნებასთან არჩევნებში გამარჯვების ვერანაირ შანსს ვერ ხედავენ ოპოზიციის მხარდამჭერი ჯგუფები. არჩევნებში 10-ჯერ დამარცხებული პარტიების მომხრეები მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ისევ პროცესების რადიკალიზაციაში და ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში ხედავენ. სწორედ ამ მიზნით ოპოზიციის აქტივისტებმა დეзინფორმაციული კამპანია ამოქმედეს და დემოკრატიული პროცესის არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ. აქტიურობს რადიკალი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თითქოს და გაყალბებასთან დაკავშირებით აბსურდულ ინფორმაციებს ავრცელებს, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ აქვს. თეკლა ბესტავიშვილი გიამბობთ. რადიკალური ოპოზიცია და მისი პარტაქტივი საქართველოში ისევ ხელისუფლების ძალადობით შეცვლის იმედად არის. ნაცოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ლეგიტიმურ მექანიზმს არჩევნებს ღიად უპირისპირდებიან. აქტიურობს რადიკალი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი. მისი სტატუსებიდან კი ნათლად ჩანს, რომ ქართულ ოცნებასთან არჩევნებში 10-ჯერ დამარცხებულებს დემოკრატიული გზით გამარჯვების იმედი აღარ დარჩეთ და მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ისევ პროცესების რადიკალიზაციაში ხედავენ. დაიწყეს უკვე წერა, რომ არჩევნებს აზრი აქვს. კარგი იქნებოდა ყველაფერი ასეთი მარტივი რომ იყოს, მაგრამ არ არის. არჩევნებით დიქტატორს ვერ დავამარცხებთ. ცვლილება ასეთი წარმომიდგენია. რაღაც მომენტში შიში რომ გადაივლის ყველასთან, ოპოზიციაშიც და ხალხშიც და მასიურად ეს გაბრაზებული მასა მივა იქ. ფიზიკურად სადაც იქნებიან მოღალატეები. ოპოზიციონერი აქტივისტის სტატუსში იკითხება ისიც, რომ ნაცოპოზიციას ისევე როგორც არჩევნებში გამარჯვების, ასევე ქუჩის პროტესტის ორგანიზების რესურსიც აღარ დარჩა. სწორედ ამიტომ მათი მხარდამჭერი ჯგუფები აბსურდული ბრალდებებითა და დეзინფორმაციის გზით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. ოპოზიციონერი აქტივისტი ისევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერს, რომ პედაგოგებს სამსახურიდან გაშვებით სოციალურად დაუცველთა კატეგორიას კი დახმარების მოხსნით აშანტაჟებდნენ. კიდევ უფრო აბსურდულია სტატუსის ბოლო ნაწილი, სადაც მამუკაშვილი მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს და ამტკიცებს, რომ მათმა ნაწილმა ქართულ ოცნებას მხარისახურავებისა და ღობეების შეკეთების სანაცვლოდ დაუჭირა. მაგდა მამუკაშვილს ერთი კონკრეტული ფაქტის, ან თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანის სახელის და გვარის დასახელება ვთხოვეთ. თუმცა რადიკალი აქტივისტი ჩვენს კითხვებზე გაღიზიანდა და პასუხებს თავი ჩვეული ისტერიით აარიდა. მაგდა გამარჯობა. შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი გითხრათ, მასწავლებლის, ვისაც შანტაჟით ხმა მიაცემინეს, ან იმ ადამიანის. ჟურნალისტი გესაუბრები ტელეკომპანია პოსტივიდან. ან იმ ადამიანის სახელი სახურავის გადახურვის გამო. ერთი კონკრეტული ადამიანი შეგიძლია მითხრათ? თქვენთან მე არ ვაპირებ კომენტარს. ანუ თქვენს პოსტში მოყვანილი ამბავი. პროპაგანდისტი ტელევიზიაში თქვენს პოსტში მოყვანილ ამბავს, რაც დაადასტურებს, შეგიძლიათ ეგ გითხრათ? სახურებით საზოგადოების ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი შეგიძლიათ გითხრათ, რაც თქვენს პოსტს დაადასტურებს? მაგდა, შეგიძლიათ გითხრათ? ტელევიზია რომელთანაც მე ანუ სიცრუეს ავრცელებთ? ჩვენ გვეძახით პროპაგანდისტულ ტელევიზიას და სიცრუეს ავრცელებთ? ანუ იქნებ მაშინ დამადასტურებელი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რაც თქვენს პოსტში მოყვანილ ინფორმაციას დაადასტურებს. სასამართლოს ძალით მოვთხოვეთ ინფორმაციის. პანიკაში რატომ ვარდებით? ნდობა დაკარგული და ურეიტინგო პარტიების მხარდამჭერების სპეკულაციური კამპანია არ უკვირთ არც საპარლამენტო ოპოზიციას და არც პოლიტიკურ ექსპერტებს. მათი შეფასებით, ოპოზიციონერი აქტივისტების სტრატეგია უკვე დიდი ხანია გასცდა ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს. 18 თვეა რადიკალური ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა მათ არც ერთ მტკიცებულება არც ქვეყნის შინით, არც ქვეყნის გარეთ დღემდე არ წარმოუდგენიათ და ახლა თურმე მაგდას პოსტი უნდა მივიჩნიოთ მტკიცებულებად, რაც ნამდვილად სასაცილოც აღარ არის უკვე. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, თუ ისინი დაივიწყებენ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციაზე ფიქრს, ეს იქნება კარგი და მოემზადებიან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს იქნება ძალიან კარგი და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე მათ მონაწილეობის არ მიღებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 4 ოქტომბერს მოხდებოდა იგივე მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერს, როცა დამარცხდა ოპოზიცია ქართულ ხალხთან. რეალურად ოპოზიციას და კოლექტიურ ნაცმოძრაობას სამწუხაროდ ქართულ ამომრჩეველს აქვს საკმაოდ დაბალი წარმოდგენა, ისინი პატივს არ ცემენ, არც საკუთარ ამომრჩეველს. ისინი თვლიან, რომ ქართული ამომრჩეველი ესე იაფასიანი პროპაგანდით იკვებება და იყიდება მარტივად, რაც არის სიცრუე და რეალურად ქართული ამომრჩეველი არის საკმაოდ გონიერი, ის მოქმედებს ეროვნულ ინტერესების გათვალისწინებით და
ქართული ამორჩევლისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის საქართველო, ხოლო პროპაგანდა დარჩათ იარაღად იმის შესახებ რომ არჩევნები გააკეთოთ და რადგან ერთი არგუმენტიც კი ერთი ფაქტი მათვე წარმოადგენს, რომელიც დაადასტურებს მათ ნარატივებს და კიდევ ერთხელ ამხელს მათსავე პროპაგანდას, მათსავე სიცრუეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში და ამორჩევლებს ჰქონდა არჩევნების გაკეთების სრული თავისუფლება, რაც გარკვეულწილად წარმოუდგენელია ოპოზიციისთვის, რადგან რასაც დღეს მაგდა საუბრობს, სწორედ მსგავსი მეთოდებით მოქმედებდა იგივე ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ეს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციის პირველი შემთხვევა არ არის. ქართულ ოცნებასთან დიდი სხვაობით დამარცხებულები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენას დიდი ხნის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ, თუმცა ამ დრომდე მათ ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან. შეხვედრის მონაწილეები გლობალური მნიშვნელობის თემებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ. ნათია თურნავა ასევე მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაშიც, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება. ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს ეწევა მაიკ ოფლაერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ევროპის საბჭო LGBT პირების უფლებების დაცვის მიზნით სომხეთის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ოფლაერტის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისარმა პრემიერ-მინისტრს შესთავაზა შექმნას ძლიერი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. მისივე შეფასებით ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოთან კონსულტაციით. ირანის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციები. ამ მიზნით ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების სრულ საზღვაო ბლოკადას იწყებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ შეზღუდვები შეეხება ყველა იმ გემს, რომელიც ირანულ პორტებში შედის ან იქიდან გამოდის. მეკობრეობა ასიაფასებს ირანის შეიარაღებული ძალები ამერიკის მიერ ჰორმუზის სრუტეში დაწესებულ შეზღუდვებს და საკუთარ პორტებზე თავდასხმის შემთხვევაში ოფიციალური თეირანის სპარსეთის ყურეში საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. პარალელურად რეგიონში სამხედრო დაძაბულობა იზრდება, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰეზბოლას შორის ინტენსიური შეტაკებები გრძელდება. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. ისლამაბადში გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების სრულ საზღვაო ბლოკადას იწყებს, რისთვისაც ზრდის სამხედრო ტექნიკას და ჯარისკაცების რაოდენობას. ვაშინგტონის განმარტებით, მთავარი მიზანია ირანისთვის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვა, სრუტეში გემებისთვის ირანის მიერ დაწესებული გადასახადების აღკვეთა და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციის დაწყება. შეზღუდვა ეხება ნებისმიერი ქვეყნის გემს, რომელიც ირანულ პორტებში შედის ან იქიდან გამოდის. პარალელურად დონალდ ტრამპი ირანზე წერტილოვანი დარტყმების განახლების შესაძლებლობასაც განიხილავს. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გარეშე სხვა ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია და შტატები მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს, ან ყველაფერი, ან არაფერი. დილის 10 საათიდან ძალაში შედის ბლოკადა. ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც აქტიურად თანამშრომლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ნავთობის რეალიზაციას ვეღარ შეძლებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, უამრავი ხომალდი მოემართება ჩვენი ქვეყნისკენ ნავთობის დასატვირთად. შესაბამისად, ისინი ჰორმუზის სრუტეს აღარ გაივლიან. საბოლოო ჯამში ეს საკითხი მოგვარდება. ვფიქრობ, ირანი უმძიმეს მდგომარეობაშია. გვქონდა შეხვედრა, რომელიც 21 საათს გაგრძელდა. სიტუაციას ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკონტროლებთ. იცოდეთ, ირანს ბირთვული იარაღი
არ ექნება არასოდეს. გამორიცხულია მათ ამის შესაძლებლობა მივცეთ. უკან დახევას არაპირებს ირანი, ამერიკის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს და ჰორმუზის სრუტეში დაწესებულ შეზღუდვებს მეკობრეობად აფასებს. თეირანის განცხადებით სპარსეთის ყურის პორტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის ან არავისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი მზად არის სრუტეზე კონტროლის დასამყარებლად დამატებითი მექანიზმები აამოქმედოს. სრუტის ბლოკირებას მხარს არ უჭერენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ლონდონსა და პარიზში აცხადებენ, რომ ეს უარყოფით დაისახება ენერგორესურსების ფასზე. ნედლი ნავთობის ფასი 8%-ით უკვე გაიზარდა და ბარელზე $104 გადააჭარბა. საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოლაპარაკებებს გამართავენ. პარალელურად ვითარება მწვავდება ისრაელსა და ლიბანს შორის. ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს. ჩვენ ვანეიტრალებთ რისკებს და ვუმკლავდებით სარაკეტო დარტყმებს, თუმცა წინ ბევრი სამუშაოა. ჩვენ უდიდესი ძალის ხმევა გავწიეთ და წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დასახული მიზნების შესრულებას. ჩვენ ფაქტობრივად შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. ჩვენი მტრები ჩვენს გასანადგურებლად მოვიდნენ. დღეს კი ისინი საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან. ამას ყველა ფრონტზე ვხედავთ. ეს არის ისრაელის სახელმწიფოს და მისი თავდაცვის ძალების უდიდესი მიღწევა. მიუხედავად დროებითი ზავისა რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. შეტაკებები გრძელდება. ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებები კი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კახეთის სტიქიამ კიდევ ერთხელ დააზარალა რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან. რთული ვითარება ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში. ხუინალექისა და მდინარეების ადიდების შედეგად დატბორილია სახლების პირველი სართულები და სახნავ სათესი მიწები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მძიმე ტექნიკით ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე არხები. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ხელი ღამე შვილო წყალში იყო პირველი სართული. სოფელ ქვემო ნაშოვარში მცხოვრები ირა კევლიშვილი ერთ-ერთია, რომელსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რამდენიმე დღიანი ინტენსიური წვიმის შედეგად დატბორილია მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. დაზიანებულია ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამბობს, რომ ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვს. დატბორილი სახლებიდან ამოტუმბით სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები. არასოდეს არ მახსოვს, ცოტა მახსოვს, მაგრამ ამისთან რაღაცა ჩემს ცხოვრებაში არ მინახია შვილო. წყალი ახლა ხუეთყობა კაცო იყო მუხტზე უფრო მაღლა კიდე. მაშველებიც მოვიდნენ დილაზე ადრე. საცხოვრებელი სახლების და ეზოების გარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც დაიტბორა. სრულად განადგურდა ერთწლოვანი კულტურა. დაზარალებულები სასათბურე მეურნეობაში შესვლას ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ წელს პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩვენმა გაანადგურა ყველაფერი, მამისწოს ყველაფერი, ბადრიჟანი, კიტრი, პამიდორი, არაფერი არ დამიტოვა, არა, სრიანად დატბორია ყველაფერი, ვერც სიმინდი დავამუშავეთ, ვერაფერი ვერ მივხედეთ. ლაგოდეხის გარდა უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა სოფელ ველისციხეში ერთ-ერთი ხიდი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. პლატონ კალმახელიძე და ჯონდი მდივნიშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხმანალებმა და ადიდებულმა მდინარეებმა შექმნეს პრობლემა კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან 6 მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული იყო პრობლემათა რაოდენობა გურჯაანი, ლაგოდეხი და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ყველა პრობლემის საქმის კურსში ვართ, იქ სადაც შეიძლება და მყისიერი რეაგირება ჩართული ვართ და ვახორციელებთ ამ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს. გადაუღებელი წვიმების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში, სოფელ ჭიაურში, ლელიანში, აფენისა და ჭიაურის თემში. შესაბამისად პრობლემებია სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს, გაჯერებულია მიწის ნიადაგით წყლის მასით. მიმდინარეობს სამუშაოები როგორც მუნიციპალური ტექნიკის, ასევე სამაშველო ეკიპაჟებიც მუშაობენ. ლაგოდეხში, ყვარელში და გურჯაანში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მძიმე ტექნიკით ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე არხები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 90 შეკვრად დაფასებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი და 33 ძირი მცენარე კანაფი. დაკავებულთაგან 2 პირს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბურები, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდნენ. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხეთამთიანეთის პოლიციამ განზრახულობის ბრალდებით 1 პირიც ხელკვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მიმდინარე წლის 12 აპრილს ბრალდებულმა ცხეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრწყინვალე შვიდეული და ტრადიცია, რომელიც 10 წლეულებს ითვლის აღდგომის პირველ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მოქალაქეები ოჯახების წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, ანთებენ სანთლებს და აღდგომის მთავარი სიმბოლოებით წითელი კვერცხითა და პასკით გარდაცვლილ ნათესავებს ქრისტეს აღდგომას ახარებენ. სასაფლავების მიმართულებით მთელი დღის მანძილზე უფასო ავტობუსები მოძრაობს თბილისსა და რეგიონებში. დანიშნულია სპეციალური რეისებიც. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. დიდი ორშაბათი არა გლოვის, არამედ სიხარულის დღეა. ამიტომ მორწმუნეები პასკითა და წითელი კვერცხებით სასაფლაოებზე გავიდნენ და მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომა ახარეს. აღდგომის პირველი ორშაბათი საფლავთა კურთხევის დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სასულიერო პირებმა მიცვალებულთა საფლავებზე ლოცვები წაიკითხეს. ლევანდელ დღეს მორწმუნე ადამიანები გადიან საფლავებზე და აღდგომას ახარებენ. თავიანთ მიცვალებულებს, ვისაც სურვილი აქვს რა თქმა უნდა საფლავებსაც აკურთხებს და ვიხსენიებთ ჩვენი მიცვალებულების სულებს. მის უწმიდესობის ლოცვა კურთხევით მოხდა ამის დაშვება, რომ დღევანდელი დღეც მოხდეს ადამიანებისთვის შესაძლებლობა იმის, რომ გაბრძანდნენ თავიანთი ნათესავების ოჯახის წევრების საფლავებზე, მიულოცონ და ახარონ აღდგომის დღესასწაული, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ თავი შეიკავონ გლოვისა და ტირილისაგან და პირიქით სიხარული უნდა ახარონ მათ, რადგანაც ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის სიკვდილი არ არსებობს, დასასრული არ არსებობს, ეს არის სხვა სამყაროში გადასვლა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ხალხმრავლობა იყო ძმათა სასაფლაოზეც, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანმა გმირი ჯარისკაცების საფლავი გვირგვინით შეამკო. მე ვერ დავიჯერე და ვეძებე მე და პირველ აპრილს ამოვასვენე და კბილებით ვიცანი შემიშვი. 8-ში დაბომბაში მოხდა და 28-ში შვიდში გადმოიმსვენა მცხონებელმა ილია მეორე. მადლობა მთავრობას ამ მომიძა გადაგვირჩინეს ახალგაზრდობა თორემ ახალგაზრდობა იქნებოდა სათითაოდ ახლა საძებელი საქართველოში. რო დაურეკა ძმაკაცმა რო ეს ომი იწყებაო და გავდივართო და იქნებაო გასული ხარ და თავი არიდო ამან აქეთ თავი გაიგჟა რას ლაპარაკობო მეო თავს როგორ ავარიდებო წავიდა თავის ძმას უთხრა რომ დედა ჩემს უთხარიო რომ წვრთნებზე ვართო ჩვენც ესე ვიცოდით ომი რო დაიწყო რომ ურეკავდით და ვერ უკავშირდებოდით და ეს მეორე ბიჭი პასუხობდა რომ წვრთნებზე არიან იმიტომ ვერაფერს ცხინვალში იყო ცხინვალში დაიღუპა მე-4 ბრიგადაში სახურობდა და მირეკა და მითხრა ესეთი რამ დედა ესაო სასწავლო განგაში გვაქო შენო იციო რა და ეს ძალიან ხალისიანი შვილი მყავდა და ერთი სანთელი დაანთეო ჩემს ესენი თურმე უკვე ომში მიმავალან და გზა რომ მიდიოდა და უკვე იცოდნენ სადაც მიდიოდნენ და მაგიტომ თხოვა ნათელი და სანთელი ჩვენ პატრიარქს ჩვენი უწმინდესი რომ არა ეს სასაფლაოები არ გვექნებოდა და ნათელში იყოს ჩვენი პატრიარქი ჩვენი შვილებიც მასთან ერთად
აღდგომის მეორე დღეს დედაქალაქში სასაფლავებამდე მისასვლელი გზა ტრადიციულად გადატვირთული იყო. ამიტომ წელსაც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სასაფლავების მიმართულებით დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე 9 დროებითი მარშრუტი სხვადასხვა მეტროსადგურიდან მოძრაობდა. სასაფლავების მიმართულებით დამატებითი ტრანსპორტი დაინიშნა რეგიონებშიც. ძალიან გაყოფილი ვარ. ძალიან კარგი მოფიქრება ეს, ძალიან კარგი. გუშინ რა თქმა უნდა უფრო მეტი ხალხი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ დღეს წავედით. ყველას არა აქვს საშუალება რომ იმგზავროს და ავიდეს. ვერც ადიოდი 53-ში და იდექი საათობით. მადლობა მთავრობას. ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს. შვიდად კარგად 1 მეორის მოყვება ავტობუსი. არაფერი შეფერხება. ძალიან მომწონს ქრისტე აღსდგა. სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღე უფლის აღდგომით ადამიანებისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო. ამიტომ დღეს დიდ ორშაბათს სევდას სიხარული ცვლის. სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული შეჯიბრება ლელობურთი წელს არ გაიმართა. გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს. მოსახლეობის მონაწილეობით შეიკერა ლელობურთი, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასულიერო პირებმა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციულად იმართებოდა ლელობურთის თამაში. წელს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით ლელობურთის თამაში არ ჩატარებულა. ტრადიციულად შეიკერა ბურთი. სოფლის მოსახლეობამ ბურთი წაიღო ტაძარში, სადაც ჩატარდა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სოფელ შუხუთიდან სრულიად საქართველოს მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უსულო მშვიდობა, კეთილდღეობა და ერთმანეთის სიყვარული. დღეს შუხუთში ტრადიციულად უნდა ჩატარებულიყო ლელობურთი და პატრიარქის საპატივცემულოდ ჩვენ ლელობურთი მიუძღვენით პატრიარქის ხსოვნას და სიმბოლურად შევაჩერეთ წუთიერი დუმილი გამოვხატეთ მის წინაშე და მადლობა პატრიარქს. ეს იყო პასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე. მოხალამდე გემშვიდობით ნახვამდის.